გამარჯობა მეგობრებო, ვაგრძელებ Inside Playlist-ის თემებს და ამ playlist-ში, როგორც შეგვიძლია, თავს მოვუყური prompt engineering-ის ტექნიკებს. ოღონდ არა ჩვეულებრივ prompt-ებს და ჩვეულებრივ ტექნიკებს, არამედ კვლევის ბაზაზე ორგანიზებულ prompt-ებს. ეს რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ჩაატარეს კონკრეტული კვლევა, კონკრეტულად გამოსცადეს, გატესტეს და მიიღეს კონკრეტული ხელშესაღები შედეგი. შემდეგ კი დაწერეს სტატია, გამოაქვეყნეს და ეს ღია სტატია ხელმისაწვდომია და ამ სტატიაში დასკვნებიც გაწერეს. და ერთ-ერთი ასეთი კვლევა მინდა წარმოგიდგინოთ დღეს, ის ჩემი ინფორმაციით დაახლოებით მაისში გამოქვეყნდა, რაც შეიძლება ვწდები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახალი კვლევა არის, რომელიც საკმაოდ კარგ რეზულტატებს, კარგ შედეგებს გვაძლევს. მოდით პირდაპირ დავიწყოთ, ვნახოთ რაზე არის საუბარი. ესე იგი, ჩვენ წინა გაკვეთილზე გარკვეული სისტემური პრომპტები ვნახეთ, მაგრამ ის ახლა კვლევის ბაზაზე მე როგორც ვიცი არ იყო, ხო? მაგრამ აშკარად საკმაოდ ეფექტური იყო. მოდით ახლა შევხედოთ შემდეგ ინფორმაციას. პირდაპირ ვეცადე ქართულად მეთარგმნა, მოკლედ საუბარი არის დიდ ენობრივ მოდელებში, ხო, large language models. მათში აზროვნებაზე დაფუძნებული ენის მოდელირების ხარვეზებზე. ეს ცოტა ჩახლართული განსაზღვრებაა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ამას გავშლით ამ გაკვეთილში და ვნახავთ რაზე არის საუბარი. ესე იგი, თვითონ აი ამ მეთოდს ავტორებმა LOT შეარქვეს, language of thoughts, ხო, აზრის ენა პირდაპირ ვთავაზობ, მაგრამ ამაზეც ვისაუბრეთ ახლა და გავშლი ამას ყველაფერს. თავარია შინაარსი გავიგოთ, ხო, ჩვენ ახლა ტერმინებს ხარ ვეკიდებით. და ეს კვლევა, ესე იგი, გვაჩვენებს, რომ დიდი ენობრივი მოდელები, ხო, large language models, ხშირად ხდება არა იმიტომ, რომ რაღაც ინფორმაცია არ გააჩნიათ, არამედ ისინი იკარგებიან ბრჭყალებში, ხო, იბნევიან, შეიძლება ითქვას ასეც, მოწოდებულ კონტექსტში, ხო? და რას ნიშნავს ეს იკარგებიან, იბნევიან, ხო? აი ავტორების კვლევის თანახმად ორი საკვანძო პრობლემაა. პირველი საკვანძო პრობლემა არის, ესე იგი, თვითონ ინფორმაცია არის ბუნდოვნად ფორმულირებული. რასაც უძახიან ავტორები ლოკალურ ბუნდოვნობას, შეიძლება ითქვას, ლოკალურ გაურკვევლობას, მოდით ასე დავარქვათ. და მეორე მომენტი, ეს პირველი მომენტი, ესე იგი, ბუნდოვნებას ეხება, ხოლო მეორე მომენტი არის, ესე იგი, არარელევანტური დეტალების სიჭარბე. ხმაური შეიძლება ითქვას და ესე იგი რაღაცა ინფორმაცია არის და 10 ამდენი ინფორმაცია ხმაური, რომელიც არ არის ამ თემასთან დაკავშირებული. შეიძლება იცნობთ კიდევაც ადამიანებს, აი რო კითხავ რამეს კონკრეტულ თემაზე და მოყვებიან 1000 რამეს, გარდა ამ თემისა ყველაფერს მოგიყვებიან, ხო? ასევეა ცოტა ზარმაცი მოსწავლეები, რასაც გამოიძახეთ, ხო, რა კითხები თემას, ყველაფერს მოგიყვება გარდა საკითხის, ხო? ამიტომ აქაც არის ეს მომენტი large language model-ებში და ესე პირველი პრობლემა, როგორც გითხარით, ბუნდოვანი ფორმულირების პრობლემა. ავტორებმა განსაზღვრეს ეს როგორც აი L-implicitness და საინფორმაციო ხმაურის პრობლემა Q implicitness. ვისაუბრეთ ამაზეც ვნახოთ. ესე იგი, ამ კვლევის საფუძველზე ჩვენ ვიღებთ გარკვეულ ტექნიკას და ამ prompt ტექნიკას ავტორებმა დაარქვეს აზრის ენა, პირდაპირ თარგმნო, ხო? აი language of thoughts, ხო, რაღაცა ესეთი LOT, ხო? რომელიც აიძულებს მოდელს იპოვოს, გაშალოს, ჩამოაყალიბოს ყველა საკვანძო ფაქტი მოწოდებულ ინფორმაციაში. ხოლო შემდეგ, როდესაც ამ წინასწარ სამუშაოს განახორციელებს, შემდეგ ასეს user-ს პასუხი. ანუ ეგრევე კი არ დაიწყოს user-ისთვის პასუხის გაცემა, არამედ წინა სამუშაო გააკეთოს. და რა სამუშაო გააკეთოს? აი ამ პრობლემების დასაცავად, ესე იგი, პრობლემებისგან თავის ასარიდებლად, გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოები უნდა გააკეთოს. და ესე იგი, აქ პირდაპირ მიწერია
ორი ტერმინი expand და echo, რომელიც კრიტიკულად გვეხმარება აი ამ პრობლემების გადალახვაში. ესე იგი expand კონტექსტის მიხედვით გაშალე, გადაამუშავე, პერიფრაზირება გააკეთე, ხო? ბუნდოვნება გამორიცხე, ანუ ბუნდოვნების გამოსარიცხად არის. პრობლემის კონკრეტულ პრობლემას ურტყამს, ასე ვთქვათ, ხო? ხოლო მეორე არის echo, ჩამოაყალიბე, გაიმეორე, ჩამოთვალე. ეს უკვე საინფორმაციო ხმაურს აშორებს, ხო? აი ზედმეტ ინფორმაციას, არარელევანტურ ინფორმაციას გაფილტრავს. ესეც კონკრეტულ პრობლემას ურტყამს, შეიძლება ითქვას ასე, აი ეს ორი საკვანძო ღუზა ტერმინი, რომელიც გვეხმარება ამ მოდელებთან მუშაობისას, ხო? მოდით ნახოთ ახლა რა გვაქვს ჩვენ ამ კვლევის ბაზაზე კიდევ. ესე იგი, აი მაგალითები რომ მოვიყვანოთ ცოტა, ხო? აი პირველ შემთხვევაში შეგვიძლია მივწეროთ მოდელს, რომ აი პროექტი არც თუ ისე სასურველი ტემპით მიმდინარეობს, ანუ არც თუ ისე სასურველი შედეგებით მიმდინარეობს, ხო? ნუ აი საკმაოდ ბუნდოვანი რას ნიშნავს არასასურველი შედეგებით მიმდინარეობს, ხო? რა არის ამ პრობლემის შინაარსი და მაშინ expand ეს გვეხმარება გავშალოთ უფრო და ნუ შიგნით შეიძლება გაიშალოს ბჭყალებში, ნუ რას ნიშნავს პროექტი, ესე იგი თქვათ ჩვენს მოლოდინებს არ ამართლებს, ხო? თუნდაც ასე. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა რამ, დედლაინის ჩაგდება, ბიუჯეტში გარღვევა, თქვათ, ფუნქციონალი არ მუშაობს, ვერ გაკეთდა, ასე ვთქვათ და ბევრი სხვა რამ, ან კადრების დეფიციტი. და კონკრეტიკას იძენს და არა ბუნდოვანი, აი რაღაც ესეთი ფრაზა, რომელიც არ აკონკრეტებს პრობლემას, ხო? უშუალოდ პროექტში. ხო? და მეორე მაგალითად გვაქვს რაღაცა ძალიან დიდი ტექსტი, წარმოიდგინეთ ერთი გვერდი ტექსტი, მაგრამ რეალურად ამ ერთი გვერდი ტექსტიდან სულ სამი კომპონენტია, სამი ძირითადი პოინტია, თქვათ, სამი ძირითადი პუნქტია, რომელიც გამოსარჩევია და მაშინ echo აყალიბებს ამას და C-ის სახით გაწერს ეს და ეს. აი ეს წინა მოსამზადებელი სამუშაო კეთდება ფაქტიურად. სინამდვილეში ამ ტერმინების ჩვეულებრივ გამოყენება ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი პრომპტის წინ, მე გაჩვენეთ მაგალითებს, ცოტა ხანში არანაირი დამატებითი რაღაც ცოდნა, ტექნიკა, პროგრამირების რაღაცების ცოდნა აქ საჭირო არ არის. უბრალოდ, მაგალითებს გაჩვენეთ და მიხვდებით, აი რაოდენ მარტივია ამის რეალიზება, ანუ სირთულე ტექნიკური ამის რეალიზაციის არ არის. ხო, კიდევ ფაქტიურად, წერენ ავტორები, რომ ეს მიდგომა აი ამ ტექნიკის გამოყენება აძლევს საშუალებას მოდელებს, რომ წინასწარი შპარგალკა შეიქმნათ, ხო? სადაც ცხადი, არა ურაზროვანი, არამედ ცხადი ფორმულირებებია, გაფილტრულია ზედმეტი არარელევანტური ინფორმაციისგან და შემდეგ უკვე იწყება მუშაობა. ხო, რაც თავის მხრივ ამცირებს შეცდომებს, ხო, პასუხში და ზრდის წარმატებას, ხო? ზრდის წარმატებული პასუხის ალბათობას, ასე ვთქვათ. კიდევ, ესე იგი რას გვთავაზობენ ავტორები, ხო? თუ თქვენ ხედავთ, რომ ფორმულირება მაგალითად რაღაცა კითხი მოდელს და აშკარად ვერ გაიგო რა კითხე და რაღაცა სისულელეებში გადავიდე, ხო? მაშინ ესე იგი პრობლემა არის ნომერ 1. ბუნდოვანი ფორმულირება, კონტექსტს ვერ ჩაწვდა შენი პრობლემის. და გვთავაზობენ, რომ აი ეს expanded გაძლიერეთ და აი ეს ბუნდოვნების პრობლემა გამორიცხეთ. ხოლო თუ თქვენ ხედავთ, რომ მაგალითად ვერ იპოვა საჭირო ფაქტი დიდ დატაში, ბევრ მონაცემში, ბევრ ტექსტში თქვენმა მოდელმა, მაშინ აშკარად მითითება იმაზე, რომ საჭიროა გასუფთავება ზედმეტი არარელევანტური ინფორმაციისგან და გააძლიერეთ echo კომპონენტი, echo ბრძანებაა, ესეთი გზავნილი. აქვე უნდა ითქვას, რომ აქ ახლა 2-3 სტრიქონზე შეიძლება ისი არ ჩანდეს ეს ეფექტი, როგორც 2000-3000 სტრიქონზე, ანუ 200-300 სტრიქონზე, ბევრი მონაცემში. და ეს მოდელებიც ხო გვეხმარება, ესეთ ბევრ მონაცემებთან უფრო მარტივად ვიმუშაოთ, მაგრამ აი ვაძლიერებთ მის სიზუსტეს და ასე ვთქვათ, ეფექტურობას. მოდით ახლა ვნახოთ ერთ-ერთ მაგალითზე,
ზეპირსიტყვიერად რო არ ჩანდეს, ერთ-ერთ მაგალითზე, სადაც აი გვაქვს რაღაცა თქვა საიტი, სერვისი და იუზერი წერს თქვა გარკვეულ reviews უკავშირს და ჩვენ გვინდა ამ უკავშირის ბაზაზე, ვიხდეთ რაზეა საუბარი, შეჯამება გავაკეთოთ ერთგვარი, ხო? ეხლა მე გახსნილი მაქვს ChatGPT 5, სინამდვილეში ეს მოდელები ძალიან კარგად, ეფექტურად გაიტესტა ChatGPT 4-ზეც, შეგიძლიათ სხვა მოდელებიც გამოიყენოთ, მოდი დავაკვირდეთ, ხო? და გაითვალისწინეთ, რომ აქ საუბარი არის უფრო აი დიდ ტექსტ, ბევრი უფრო ტექსტი რა, სადაც არის ვიდრე ის რა მაგალითად მოგიყვანთ. აი ესეთი review გვაქვს პირდაპირ. აი წარმოვიდგინეთ, რომ ასეთი review გვაქვს. ამას მაგალითებს მოგაწვდით მოგვიანებით ლინკების სახით YouTube-ზე. ხო, და გარკვეული რაღაცა review არის, user-ის review. აქ არანაირი ტექნიკა ახლა გამოყენებული არ არის. და ჩვენ თუ ტექნიკის გარეშე მიმართავთ მას, შეგვიძლია დავწეროთ მაგალითად ასე. მოდელს უთხრათ, რომ აი გაანალიზეს review, მომზადეთ სტრუქტურირებული შეჯამება და product team-ისთვის. product გუნდისთვის ასე თქვა. ეს არ შეიცავს ახლა ეს პრომპტი არანაირ ტექნიკას, უბრალოდ პირდაპირ უშვებთ, თლად ცუდი პასუხი არ იქნება, ყოველ შემთხვევაში ჩვენ დავადარებთ ახლა ტექნიკის გარეშე პასუხებს და ტექნიკის პასუხს, ხო? გარკვეული რაღაცა დაჯამება გააკეთა, შეგიძლიათ შემდეგ გაიცნოთ უფრო ინდივიდუალურად, თქვენთან შეიძლება განსხვავდებოდეს ეს, ვიცით რომ ზუსტი პასუხები 100%-იანი პასუხი ზუსტი არ იქნება და გენერაცია ხდება ყველა ჯერზე დამოუკიდებლად და მეორე რაც მე მინდა გაჩვენოთ, უკვე თვითონ ტექნიკით დავაკვირდეთ, თვითონ ტექნიკა შეხედეთ. ჯერ ერთი რა ხდება თვალში. მოდით მე ამას Sublime-ში გადავიტან, რომ უფრო ვიზუალურად აღსაქმელი იყოს თქვენთვის. ესე იგი, ჯერ ერთი როლი, ხო, ეს მარკეტერი, მარკეტინგის სპეციალისტი ხარ, რომელიც ესე იგი ანალიზებს reviews, ხო, აი აქ. რაღაცები ჩასვლა ჩემო სისტემა არ მიაქციოთ ამას ყურადღება წავშთ. ხო, ესე იგი, როლი, განსაზღვრეთ როლი და შენი ამოცანა არის მოკლე შეჯამება გააკეთო პრობლემების, პოზიტიური ასპექტების, პრობლემების და პოზიტიური ასპექტების ამ reviews ბაზაზე. თვითონ review აქ არის, ხო, აი აგერ არის, მოდით ამას ასე ჩამოვიტანო, ხო, აგერ არის ეს review. user-მა რაც დაწერა, იგივეა, ხო. შემდეგ task-ი, ხო, რა ევალება მოდელს და აი აქ იწყება მნიშვნელოვანი მომენტი, important შეხედეთ. სანამ გასცემ საბოლოო პასუხს, აუცილებლად მიყევი ამ ნაბიჯებს. და რა ნაბიჯები? პირველი ნაბიჯი, expand, გაშალე. ყოველი ბუნდოვანი ფრაზა ამ review-დან, ხო, მაგალითად, ასეთი და ეს შეგიძლიათ თქვენ დაამატოთ უშუალოდ, ხო? ყოველი ბუნდოვანი ფრაზა, ესე იგი, გაშალე. და ბუნდოვნება ჩამოაცილება თუ შეიძლება ასე თქვას, ხო? და ხო. კონკრეტ კონტექსტი რო არ დაიკარგოს ისე, ხო? ისე უნდა გააკეთოს ეს და ეს ბუნდოვნების ჩამოცილების ეტაპია ეს, expand. და შემდეგი ეტაპი კაფიოდ გამოყავი სიაში სპეციფიური ესე პოზიტიური და ნეგატიური მომენტები, რაც იყო ნახსენები user-ის მხრივ ამ უკავშირში, ხო? ხოლოდ ამის შემდეგ, ხო, აი აქ ვით გამოწევა ისეთი, ხო, აი მხოლოდ აი ამის შემდეგ, ხო, სად არის? აი, მხოლოდ აი ამის შემდეგ, ამ ფაქტების გაშლის, ჩამოყალიბების ეტაპების შემდეგ შექმენი საბოლოო ისეთი დასკვნა, ხო? მოდით გავუშვათ ახლა ეს, ნახოთ, რაც გვაძლევს, შევადარებთ. ახლა ისე ვიმეორებ, რომ აქ ეს reviews არ არის ხელა, რომ რაღაც ძალიან დიდი განსხვავება მიიღოთ, თუმცა სტრუქტურას უკვე შეამჩნევთ. ეს უნდა სადოთ უფრო დიდ ტექსტებზე, რომლებიც თვალნათლივ უფრო უკეთესი ეფექტი გექნებათ.
ხო, ну აი უკვე იწყებს, რა, იწყება expand პირველი ეტაპი დაიწყო გარკვევა ბუნდოვანი ფრაზების, ხო? აი ეს ქნა, ხო, დაიწყო პირველი ეტაპი ჩაატარა, ხო? შემდეგ მეორე ეტაპი ჩაატარა. მკეთრად გაწერა სიებში დადებითი მომენტები, უარყოფითი მომენტები ამ reviews ბაზაზე და მხოლოდ შემდეგ გააკეთა საბოლოო დასკვნა, რომელიც ამ reviews ბაზაზე იყო. ანუ ისევ და ისევ მეორე აქ შეიძლება ეფექტი ამ პატარა ტექსტის გამო იმდენად ვერ დაინახოთ, შეიძლება თქვენთან თვითონ ტექსტი განსხვავდებოდეს პასუხის, მაგრამ სტრუქტურა გვექნება მსგავსი. სტრუქტურა გექნებათ expand, echo და შემდეგ summary, ანუ უკვე ჩვენ მართავთ პასუხის გაცემის პროცესს, თან ჩვენურად მართავთ. filter out, ანუ ჯერ ვასუფთავეთ ბუნდოვნებისგან, მერე filter out და საკონცო მომენტებს გარკვევით წერ და შემდეგ მოდელი უკვე ამ წინა შემზადების შემდეგ ააკეთებს დასკვნას. შესაბამისად უკვე უკეთესი მიდგომაა, როგორც მინიმუმ. კიდევ, მოდით ვნახოთ მეორე მაგალითი, ხო? ნუ ეს ორი expand და echo გვახსოვს, ხო? მეორე მაგალითი არის შემდეგნაირი. ისევ გავხსნი მე ახალ ჩატს, ხო? ჯერ მარტივი ტექნიკის გარეშე გავუშვათ, თქვათ. რაღაც მოთხოვნა, იქ ახლა სხვანაირი ამოცანა მიყო. პირველი ამოცანა ანალიზს ეხებოდა, ხო? რა მოგწერა კლიენტმა, თქვათ, user-მა და გავანალიზოთ, ხო? და დასკვნა გამოვიტანოთ. მაგრამ ვთქვათ, ჩვენ გვინდა სხვა ტიპის ამოცანა, მაგალითად დაგეგმარების ამოცანა, ხო? ავიღოთ აი ესეთი ამოცანა, მაგალითად არის 3 მეგობარი, ვთქვათ, ირინა, მიშა, არჩილი, ხო, ვთქვათ. და ეს მათ სურთ, ვთქვათ, წავიდნენ, ну, აი, გეგმაშია წავიდნენ სადმე გასართობა დასვენებლად weekends, ხო? არ აქვს მნიშვნელობა სინამდვილეში, ახლა უბრალოდ დაგეგმარების ამოცანა რაღაცა ვაგენერებ რენდომად, ხო? და ნუ გარკვეული პირობები გააჩნიათ, ხო, ამ ჩვენს პერსონაჟებს, ხო? აი ამბობს, რომ სასურველია რომ წავიდეს სადღაც weekends-ზე, სხვათა შორის ქართულადაც შეგიძლიათ ესენი ცადოთ, ხო? მაგრამ ნუ ვინაიდან მოდელები ინგლისურ ენაზეა შესწავლილი, ნუ მაინც თუმცა ენებშიც მე რასაც ვნახე მოკლედ ქართულ ენაზე მაგალითად გროკი საკმაოდ კარგად პასუხობს, ხო? ChatGPT 5-მა გამოასწორა ქართული 4-ს უჭირდა ცოტა. ნახეთ, ყველა ზონდაინაირ ენაზე ნახეთ. იდეას გეუბნებით უბრალოდ და ინგლისურად ვერ. ამ შემთხვევაში ესე იგი გარკვეული რაღაც აქტივობა არის საჭირო, ხო, სურთ შაბათს და კვირას, ბიუჯეტი თქვათ ეს არის. შემდეგ მეორე პერსონაჟი პასუხობს, რომ ხო, მე შემიძლია, მაგრამ პირველამდე ნუ რაღაცას მუშაობს, თქვათ, ხო? და შემდეგ იძახის, რომ მუზეუმები თქვათ არ მომწონს, უფრო აქტიური გართობა მინდა. და მესამე პერსონაჟი თანახმა, ხო, მოსწონს იდეა, ავტომობილი გააჩნია, ყველა შეუძლია გამოუაროს პირობითად, დაუაროს და მაგრამ კვირას უნდა დაბრუნდეს 8 საათამდე. ხო, ვინაიდან 9-ზე უკვე სადღაც მიდის და მატარებელი ელოდება. ხო, ასევე ის აღნიშნავს ფაქტს, რომ ის არის ვეგეტარიანი. ხო, ნუ ოკეი, რა, რაღაცა ფაქტების ერთობლიობა და ახლა ამის ბაზაზე ჩვენ აი მაგალითად ტექნიკის გარეშე, ტექნიკის გარეშე რაც ვილაპარაკეთ, როგორ ვიზამით, აი აქ ჩავსვათ ზემოთ, თქვათ, ასეთი. 1-2 trip plan, ხო? და გათვალისწინებთ, ხო, ამ კომპონენტების გავუშვათ, ეს არის ტექნიკის გარეშე, ჩვეულებრივ ვაკეთებთ ამას და ნუ მოკლედ რაღაცა აი ყაზბეკი, სტეფან წვირდა, ხო, და აი კონკრეტულ შემოთავაზებებსაც გვაძლევს, ხო, საათ როგორ დაგეგმა საკმაოდ კარგი, სხვა თქმა უნდა, კარგად სხვა შორის. და მეორე ტექნიკა, მე უпроსორად ეს ტექნიკის გარეშე იყო default მიდგომა, მეორე კონკრეტული ტექნიკა უკვე რაც ვისაუბრეთ. მოდით, ისე Sublime-ში ჯერ დავწერო და აგვირდეთ, გავშალოთ ნაბიჯ-ნაბიჯ, ხო?
უფრო რომ გავიაზროთ, ხო? ესე იგი, ისევ როლი არ ასისტენტი, რომელიც გვეხმარება weekend-ის, ესე იგი, მოგზაურობაში, ხო, დაგეგმვაში და მათი chat conversation, მათი კომუნიკაციის ბაზაზე უნდა გააკეთო დასკვნები, ხო, და ეს გეგმა შეადგინო. ხო, კიდევ რა არის აქ მნიშვნელოვანი? ნუ, აქ ყველაფერი ეს იგივე რჩება, რაც ვისაუბრეთ, ხო? ეს მიმოწერა, მეგობრების, შემდეგ task უშუალოდ ამოცანა. Task-ი იგივე ქონდა, რაც პირველ შემთხვევაში, ჩვეულებრივი პრომპტი, როდესაც გავაკეთე და ინსტრუქცია, ესეც ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ინსტრუქცია, ესე იგი. ხო. ეკო, ესე იგი, აქ უკვე შეხედათ პირველ ეტაპზე ჯერ ჩამოაყალიბე ყველა საკვანძო პუნქტი, რომელიც თითო მეგობარს ეხება, ხო, ნუ თავისი მომენტები იყო, ამას თანხამდენი ქონდა, ეს დაკავებული იყო, ამას ეს ვეგეტარიანელია და დაბრუნდეს დროზე და ასე შემდეგ და დაჯგუფება მოახდინეოთ, ანუ დაჯგუფება, ხო, დატასთან მუშაობის ეტაპი. შემდეგ გაშალე, ხო, თითო ესეთი შეზღუდვა, როგორ ერთმანეთთან საბოლოო ჯამში როგორ კორელირებს, ხო? ნუ უხეშად კონტექსტი რო თქვა, ეს თითო შეზღუდვა საბოლოო გეგმაზე უნდა განვიხილოთ, ხო? და არაერთი პიროვნების გეგმაზე. და აი აქ მაგალითად პატარა მაგალითიც დავურთეთ, ხო? მაგალითის მინიჭებაც, ანუ მაგალითის ჩვენებაც კარგ ტექნიკად ითვლება ერთ-ერთ სხვა გაკვეთილზე, ამაზეც ვისაუბრე. ანუ აი რაღაცა რომ აი მიშას მაგალითად ამ საათამდე არცალია შაბათს და ეს ნიშნავს იმას, რომ შაბათს პირველის მერე უნდა მოხდეს გასვლა. ერთ-ერთი მაგალითი. ხოლოდ ამ ანალიზის შემდეგ შეგიძლია გააკეთო საბოლოო გეგმა და გეგმარება მთელი ტრიპის, ხო, როგორც არის. მოდით გავუშვათ, ვნახოთ ახლა როგორ იმოქმედებს. ნუ ეს იყო ჩვეულებრივი პასუხი, ხო? თქო, გაშლილი სხვათა შორის. ეს არის არაჩვეულებრივი პასუხი, რომელიც ამ ტექნიკის ბაზაზეა, თუ რამე არ გამოვჭა. ხო, და ნუ აი, ხედავთ, შეხედათ, ახლა განსხვავება. პირველისგან უკვე ეთყობა. აქ ეგრევე დაიწყო რაღაცა გეგმების გაშლა და ასე შემდეგ, სადაც არ ჩანს ვის რა შეზღუდვა გქონდა. აქ უკვე ჩანს ის, რომ პირველ ეტაპზე გააკეთა ჯერ ჩამოყალიბება საკვანძო გზავნილების. აი, ირინასთვის რა არის საკვანძო გზავნილი, მიშასთვის რა არის საკვანძო გზავნილი, არჩილისთვის რა არის საკვანძო გზავნილი, ხედავთ. შემდეგ გაშალა ესენი რა ბიუჯეტი აქვს, თქვათ, ხო? და შეგვარი წესები შეადგინა, რომ უნდა ჩაეთიოთ ამ ბიუჯეტში ეს წესი. ესე იგი, ეს წესი ჩვენ აგვარიდებს ძვირიან კურორტებს, ხო? და ასე შემდეგ, ხო? მიშასთვის მაგალითად დილით ვერ წამოვა მიშა უკვე ანალიზებს ხედავთ. შემდეგ ესე იგი, კი ბატონო პირველი მაგალითად ხო. აი აქ რაღაცა რეკომენდაციებსაც თვითონ აგენილებს outdoors, ხო? და აქტიურობაც აი მიშას მუზეუმები არ მოსწონს, ნუ ამიტომ უფრო აქტიური ესენია საჭირო. კიდევ ხო ისე უნდა დაიგეგმოს ეს ყველაფერი, რომ კომფორტულად დაბრუნდნენ სანამ არჩის მატარებელი გავა, თქვათ, ხო? ხო, აი ვეგეტარიანელის მომენტიც არის, ხო? საკვები როგორი უნდა იყოს და ავტომობილი ვის აქვს ხელმისაწვდომი, ესეც აი ესე იგი გაშალა არსებული შეზღუდვები, არსებული რესურსები ერთად ყველაფერი გაშალა და შემდეგ უკვე აი ამ ორის ბაზაზე იწყება ტრიპის, ჩვენი მოგზაურობის დაგეგმა. ნუ იგივე ყაზბეგს თავაზობთ, როდის რა როგორ გავიდეთ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ორი გეგმა გაშალა. ოპშენ 1 ყაზბეგი, მეორე გეგმა ბორჯომი, ბაკურიანი მაგალითად. ყოველ შემთხვევაში აქ თქვენ ხედავთ აქ სტრუქტურას და ეს სტრუქტურა აშკარად თვალშისაცემია, დიდ ბევრი მონაცემი, როდესაც არის და არა ახლა სამ სტრიქონზე გაწერილი, ეს კიდევ უფრო იზრდება ამის სარგებელია, ასე ვთქვათ, ამ ტექნიკის და მე ვფიქრობ, ეს გამოსაყენებელი.
ხო, კიდევ ну ძირითადად ახლა შეფასებები, ხო, სხვათა შორის პრომპტინგის ტექნიკების რელევანტურობა ის, ხო? ხო, ანუ კონკრეტიკა მოცემულია, ეს LOT მეთოდი, რაც თქვით, ხო? და expand eco კონკრეტული ინსტრუმენტებია პირდაპირ მოცემული, რაც ანუ კვლევის ბაზაზე ვლინდება ეს ზოგადად ვიღაცამ თქვას არ არის, ეს არის კონკრეტული კვლევის შედეგების ბაზაზე და ხო, ეს კვლევა უკვე ისე იგი 11 სხვადასხვა ბენჩმარკზე იყო, გატესტილი და აშკარად კარგი შედეგები აჩვენა ყველ ხო თავს საღაზრს, ასე ვთქვათ, ლოგიკას, იმიტომ რომ ბევრი ფაქტორია, ამ ფაქტორებს ითვალისწინებს და ითვალისწინებს, ხო, რაც თავარი. ხო, პრაქტიკული გამოყენება იდეალური. კოდის წერა რაღაც საჭირო არ არის, ხო, პირდაპირ სვამთ, ოღონ, მაგალითებს ჩაგიგდებ და ზოგადად მივხვდეთ იდეა. თუმცა თქვენ ესე იგი თავისუფალი ხართ expand და eco ჩასვათ იმინერობით, როგორც ჩათვლით საჭიროს. ალბათ სასურველია მაინც რაღაცა როლი მიანიჭოთ, პატარა მაგალითიც რო თან დავურთოთ, კიდე უფრო გაძლიერეთ პასუხებს, რაც მე გავაკეთე. რა შეიძლება დასკვნის მხრივ თქვათ, ხო? ასე იგი ბზა ინსტრუმენტია, პლუსები, ხო? ბზა ინსტრუმენტია, ეს expand eco პირდაპირ copy paste შეიძლება თქვენს პრომპტში ჩააკოპიროთ, ანუ არაფერი წინასწარი რაღაც ცოდნა არ მომზადება საჭირო არ არის. ცოდნა ახლა კონცეპტუალური ცოდნა გაქვთ, ამიტომ გესმით რაზეა უკვე საუბარი. აი ეს კონცეფციები რაც არის L და Q, რაც ვისაუბრე თავში, ხო, აი ავტორების ტერმინოლოგია implicitness, ხო, და Q implicitness. ესე იგი გაურკვევლობები, ხო? შეიძლება ასე ვთქვათ, თარგმნა. ხო. და ესე იგი ჩვენ შეგვიძლია პრობლემის დიაგნოსტირება. ესე იგი, როდესაც ვიცით, როდესაც ხედავთ, რომ მოდელი ვერ ხედავს ფაქტებს, ბევრი ფაქტისგან, მაშინ მეორე პრობლემასგან გვაქვს საქმე, ეს Q implicitness. ანუ საქმე გვაქვს საინფორმაციო ხმაურთან და შეგვიძლია ვებრძოლოთ ეკოთი. და როდესაც ვხედავთ, რომ მოდელმა მიწოდებული ინფორმაცია არასწორად აღიქვა, კონტექსტი დაკარგა, ხო, სისულელეში გადავიდა, მაშინ პრობლემა სავარაუდოდ არის L implicitness-ში, ანუ ბუნდოვან ფორმულირებაში. რას გვაძლევს ეს? ეს გვაძლევს პრობლემის დიაგნოსტირების საშუალებას. და ეს ძალიან კარგია. ჩვენ დიაგნოსტირება შეგვიძლია უკვე რასთან გვაქვს საქმე და შესაბამისად ბრმად კი არ წერთ იქ რაღაცებს და აბა გაარტყამს არა. კონკრეტულად ურტყამთ უშუალოდ იმ სუსტ ამ პრობლემურ წერტილებს, რაც ჩანს. ფართო გამოყენება აქვს ეს პლუსებში, სხვადასხვა მოდელზე იქნა ეს გამოტესტილი საკმაოდ კარგად და უნივერსალური მიდგომა. ახლა უარყოფით მხარეებზეც რო ვისაუბროთ, თვითონ კვლევა არის საკმაოდ რთულად დაწერილი, ესე იგი დამწყებისთვის, სამეცნიერო ტერმინოლოგიაში შეიძლება ცოტა რთულად იყოს ეს ახსნილი. სამაგეროდ, აი ეგრე აღხსენით მარტივ ენაზე და იდეა, როდესაც გესმით, არაფერი რთული აქ არ არის. თვითონ კვლევა ცოტა ზედმეტად სამეცნიერო ენით არის დაწერილი. კიდევ ერთ მინუსში შეიძლება მივაკუთვნოთ ის მომენტი, რომ თუ ჩვენ მუშაობთ API-თან, ხო, პროგრამას ვწერთ, რომელიც API-სთან მუშაობს ამ მოდელების, ხო, ვინც საქმის ყურში ხართ, მაშინ იქ თითოეული ესეთი პრომპტი და პასუხი ფულია, ხო? შესაბამისად, აქ არის შუამავალი ნაბიჯი, თუ დააკვირდით. სანამ პასუხს გაგცემს, რაღაც შუამავალი მოსამზადებელი სამუშაო უნდა გასწიოს, რაც ასევე ნიშნავს ტოკენების ხარჯვას. ანუ დამატებით შუამავალ ფიქს ეს ხარჯია, ვინც API-ს იყენებს, შესაბამისად უფრო ძვირი მიდგომა გამოდის, ვიდრე ამის გარეშე. სამაგეროდ შედეგი უკეთესია. ხო, და სუსტი მოდელებისთვის ავტორები წერენ, რომ მოკლედ არ არის ისეთი ეფექტური ეს, მაგრამ რა ვიცი, სუსტი მოდელები პრინციპში რატომ უნდა გამოიყენოთ უკვე. კარგი მოდელები უკვე ბევრია და სუსტი მოდელების გამოყენება ალბათ უფრო შეიძლება იგულისხმენ, არ ვიცი, ტელეფონებზე და სუსტ ესეთ
მოწყობილობებზე, რომელიც შიგნით ლოკალურად არის დაინსტალებული. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ესე გაწერეს სუსტ მოდელებში ეს ეფექტი იმდენად არ ვლინდება. ოკეი, ამით დავასრულოთ, გატესტეთ, შვენიერი პრაქტიკული ტექნიკაა და რაღაც მოიწერეთ კომენტარებში რა შედეგები მიიღეთ. ამით მე დავასრულებ და შემდეგში კიდევ სხვა ტექნიკა, სხვა პრაქტიკული ტექნიკა გამიხილოთ prompt engineering-ში. კარგად ვზანდებოდეთ.